გადაცემაში მითხარი რომ მელიო მიშას აგინებდა. ეხლაც გაგიმეორე. 4 ოქტომბრის პროპაგანდისტი იყო ეგ ქალი, შენზე ამბობს. რა მოხდა მე ნუნუ და ნანა სანდერს დააბრალა ამხელა რევოლუციის ჩაშლა. სამთავრობო ღონისძიებები მის სახში რო სრულდებოდა ივენთებით, მაშინ არ იყო მიშა ავტოკრატი, ახლა გახდა მიშა ავტოკრატი. სხვებივით მეც ავდგებოდი, დავხამდებოდი, შევარდებოდი თავმჯდომარედ, მაგრამ ვეუბნებოდი რომ არა, არ არის ეს ეფექტური გზა. გულწრფელად გეუბნებით, მე რომ მაგ კალამი ხელში მქონოდა, მაგ სიახლეს არ მოვაწევდი. აიღე რატო ამბობ? იქნებ უბრალოდ შეგეშინდა რომ ხარდაჭერა არ გექნება. არა კაცო, მაგამდე ჯერ საუბარი სართ-არც მისულა. შენ მიშას კანდიდატი იყავი და რა თქმა უნდა გაიმარჯვებდი, არ მინდა არ შევალავ რა. არავის არ წამოვაძახებლებ ცხოვრებაში არ სადავყოფილ მაგ ფორმატით რა. სვეცკებს არ მოსწონდათო, დავნიშნეთ თინა ბოკუჩავო და მე სვეცკებმაც ხმა არ მოგცესო და შენ რომელში გადიხარ ხა სვეცკებში თუ სახალხო ინტერესში? მე მგონია, რომ ამ პარტიის პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს მიშა, პრემიერების კანდიდატი უნდა იყოს მიშა, ამ რეფორმების ხელმძღვანელი უნდა იყოს მიშა. 14 წელია ამ არჩევანში ბიძინავ ეს მიშა სულ ბიძინა იგებს. არა, მე გეტყვი რომ არა. მიშას გაურკვეველი განცხადებები, უნდა უკრაინაში წასვლა თუ საქართველოში დარჩენა, ვერ გაიგო მისმა ამ მრჩეველმა რას ირჩევს, რისთვის იბრძვის. მერე შემოყავს მოთამაშეები, ეს მოთამაშეები მიდიან პარტიას უყოფენ. მიშა მათ უნდა დაანახოს, რა გადააფასა, რა შეაფასა სწორად. რა დაგმო საკუთარი, რა დაიტოვა. უნდა დაანახოს რადიკალურად. 14 წელი ეს ვერ დაანახა. ანუ 14 ყველაფერი წინ არის. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. მაშინ როდესაც გვეგონა რომ ოპოზიციაში სიტუაცია დაალაგდა, რადგან შეიქმნა ოპოზიციური ალიანსი და ოპოზიცია ერთობლივი ძალებით დაუპირისპირდებოდა ხელისუფლებას, მათ ექნებოდათ ერთიანი სტრატეგია, გაირკვა რომ არაფერიც არ შეცვლა ოპოზიციაში კვლავ ერთმანეთს უპირისპირდებიან. ჩვენ ვხედავთ რომ მიხეილ სააკაშვილი ერჩის ალიანსში შემავალ პარტიებს, ალიანსში შემავალი პარტიები ერჩიან მიხეილ სააკაშვილს. ბოლომდე დაალაგებული სიტუაცია არც პარტია ნაციონალურ მოძრაობაშია, რადგან იქ ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ და ამ ფონზე პოლიტიკურ ველზე სააკაშვილმა ბოლოდნელად შემოაგდო ახალი ფიგურა, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი და გამოაცხადა რომ მას უჭერს მხარს პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტზე, თუმცა როგორც ირკვევა ეს საკითხიც არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი, რადგან პარტიაში შიდა დინებებია. ასეთი ვითარებაა ოპოზიციაში და ამ ვითარებაში ჩნდება მთავარი შეკითხვა. ასეთ ვითარებაში ოპოზიციამ როგორ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა ხელისუფლებას? ვინ არის ის მთავარი ძალა, ის ფიგურა, ვინ შეძლებს რომ ბოლომდე გაუწიოს წინააღმდეგობა ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას? ნანუკა ჟორჟოლიანი ფიქრობს, რომ დღესაც ასეთი ერთადერთი ფიგურა არის მიხეილ სააკაშვილი. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი სწორედ ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება. მოგესალმებით ნანუკა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და საბოლოო ჯამში შენ ამბობდი რომ არ გაქვს გადაწყვეტილი ნიშანკი შემოგთავაზა თავმჯდომარეობა, მაგრამ რაღაც ამას მოყვა უკმაყოფილება ასე შემდეგ. თინა ბოკუჩავას ხრიდან და რა გადაწყვეტილება მიიღეს საბოლოოდ? არ მიგვიღია ჯერ, მაგრამ მე მგონი ცოტა სხვა გზით მივიდივართ. მე არ მინდა რომ მიშას დავასწრო ეს ამბები. იდეაში ძალაში რაც რჩება ეს არის რეფორმები. მე უბრალოდ ამ ამბებმა და უფრო მეტად შიგნით შესვლამ შეხვედრებმა რაღაცების უფრო ახლოდან დანახვა. ერთია როდესაც ჩემ პოლიტიკურ პარტიაში შორიდან აღიქვამ და ფიქრობ რომ ფორმაში არის თუ არა და მეორეა როდესაც შიგნით შედიხარ. დამარწმუნა იმაში, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამ პარტიაში რეფორმების ჩატარება შეუძლია და ისეთის, როგორიც მას სურს, როგორცაც ხედავს, ეს არის თვითონ მიშა. ხო, რა ის ციხეშია. კი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მისი გადაწყვეტილების აღსრულება შეიძლება, ხო? რაღაცა ფორმატი უნდა მიეცეს ამას უბრალოდ სწორი. ის კი არა რომ სადღაც მთაზე ვარ და არა, ფორმატი, სწორი ფორმატი უნდა იყოს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი იდეა გაუჩნდა, მე უბრალოდ არ ვიქნები სწორი ახლა მის იდეებზე ვისაუბროთ, თავად უნდა ალბათ ამის წარდგენა და უახლოეს დღეებში იქნება, მაგრამ ახლა მინიშნებას მაინც გავაკეთებ, ეს იქნება რაღაცანაირად დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც იქნება პასუხისმგებელი რეფორმებზე პარტიის შიგნით. შესაბამისად ახლა აქ სალკე რაღაცაში. კი. ხო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება და ამის ხელმძღვანელი იქნება მიშა, ის რომ მიშა თამაში შემოდის. ახლა მე რო კონცეპტს განცხადება გავაკეთე ამ მიშასთან დაკავშირებით, მე მგონია რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის იარაღი ნებისმიერ ადამიანს ჟურნალისტია თუ უნდა იყოს გულწრფელობა. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას და ეს იწილო რომ იქ კი არის სხვა წარმომადგენელი, მაგრამ უკან მიშა დგას არის თუ არა. უნდა ითქვას, რომ მიშა ამ პარტიის ლიდერი. მიშა არის ის ადამიანი, რომელსაც საბოლოო ჯამში უნდა დაშენდეს და ასეც ხდება. მიშა სამომრჩეველი ახლა მე ზოგი ოპონირე ჩვენი რაღაც პოლიტიკური ოპოზიციაში მყოფი, მაგრამ ჩვენი ოპონენტები ამას იყენებენ. ხო, ჩვენ ესე ვფიქრობთ, მათ მოსწონთ ეს თუ არ მოსწონთ. ეს ადამიანები თან მიშას მაგიდასთან თავარ მოთამაშეებად იჩნენ კაც 2012 წლის ბოლო დღემდე. 2012 წლის ბოლო დღემდე ყველაზე გავლენიანი სტატუსი რომ გაქვს.
ისეთი როგორც არის უშიშროების საბჭოს მდივნობა, ან მისი და თან ხარ თუ არა უშიშროების საბჭოს მდივანი, მის მაგიდასთან ხარ ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა ამ შემთხვევაში გულისხმობ მეუღლეს და დღეს ციხეში მყოფ სააკაშვილზე მელაპარაკები რომ ავტოკრატი იყო, არასწორია. პარტიაში არის ესო ავტოკრატია. ხო, მაგრამ მაშინ არის, ხო, ხელისუფლებაში არის, ხო, ავტოკრატი? მე თუ მკითხავ იყო, მაგრამ მას თუ კითხავ, ამ ლოგიკით, რა ლოგიკითაც ახლა მიშას დახასიათებით ავტოკრატს უწოდებს, ამ ლოგიკით პარტიაშიც მიშა სუსტად იგივე შინაარსით ოპერირებდა. მაშინაც ავტოკრატი იყო, სადაც თავარ მოთამაშე თვითონ ეჯდა. და ეხლა შენ ყველაფერი შეირგო, ყველა ეს გავლენები და ხიბლები, რაც ახასიათებს პრეზიდენტის გვერდით ყოფნას და დღეს ციხეში ყოფ სააკაშვილზე იძახო, არ ვიცი ყველაფერი, ნუ არასწორი თამაშის წესია ჩემთვის და მორალური არ არის. მორალურად სწორი და გამართული, მაგრამ ეს სხვა თემაა. ჩვენ ასე ვფიქრობთ, მიშას გულშემატკივრები, მე ჯერ ისევ მიშას მეგობრის სტატუსით ვარ. ვფიქრობთ, რომ ხო, ასეა. მიშა უნდა იყოს ამ რეფორმების ხელმძღვანელი, მიშა უნდა ჩაატაროს ეს რეფორმები, მიშა უნდა განსაზღვროს ეს პარტია როგორი უნდა რომ იყოს, იმიტომ რომ ამ პარტიაში არის ამდენი წლის ნაბრძოლი ხალხი. და შენ ახლა გარედან ნანუკა შეუყვან იქ თუ არ ვიცი ვისაც გინდა. ხო, თვითონ მიშას იდეა იყო. გასაგებია, მაგრამ მეორე საკითხია, მიშავს უნდა დაანახოს სწორად აქედან არის. ხო, დამასახელა მე შევედი, მე გავეცანი, მე რეგიონებში შევხვდი, ჩავედი რეგიონებში. ვესაუბრე ამ ხალხს. მე მიშას გავაცანი, როგორ ხედავს ეს ხალხი ამას. ეს ხალხი ხედავს კაცო ესე პროცესს, რომ მე ძმაო, ამდენი წელი სწორად ხედავენ, ვიომე, ვიბრძოლე. ეხლა იქ ძალიან ბევრი დღეს ხელმძღვანელ პირება დამხვდა ისეთი ვიღაც, ვიც ცოცხალი მიშა ნანახი არ ყავს. 2012 წლის მერე მისულები არიან რა. და შესაბამისად მიშა მათი განწყობები ესე პერსონალურად არის, ეხლა მიშა ხო არ კითხულობს ყოველას ინდივიდუალურად. რა განწყობები? ნახე როგორ არის, მე ამდენი წელი აქ ვიბრძოდი. მე ამდენი წელი აქ არ ვიცი, დავყარგე სამსახური, ის დავყარგე, მომხვდა, დამაჯარიმე, ზოგი დაიჭირეს, მერე გამოუშვეს და მე ამ რეფორმებს მივიღებ მარტო მიშასგან. მეტი სხვა, ანუ ამ რეფორმებს უნდა დარქვას მიშას სახე. ის კი არა რომ ნანუკა როგორ ხედავს. მიშა როგორ ხედავს, ამაზე მელაპარაკე. ანუ ავტორიტეტი მიშას აქვს პარტიაში. არა მხოლოდ, არა, მე ხა უბრალოდ მიშას ნაწილს წარმოვადგენ. ავტორიტეტი აქვს ხაბეიშვილსაც. იმიტომ რომ იმ რეგიონში მაგალითად ადამიანი გეუბნება რომ ხაბეიშვილი ჩემი თავმჯდომარე რო იყო, ჩვენ აქ ძეხს ერთად ვჭამდით ღამის 12 საათზე, პური და ძეხი ქონდა, მეტი არაფერი, მაგრამ ვჭამდით ახლა. იქ ჩემცოლსა დაბადების დღე ქონდა, პირველი ხაბე მომილოცა. იქ ქორწილში ხაბე ჩამოვიდა. ნახე როგორ არის მიშა მათთვის არის სადღაც ჩორსწყობი იდეა, რასაც მიყვებიან, მაგრამ ხელშესახები ადამიანი არის ხაბე. ამიტომ მე მთელი მხნის განმავლობაში ორ ადამიანზე მესაუბრობოდნენ. ეს იყო მიშა, როგორც სადღაც შორს მყოფი იდეა და ახლოს მყოფი ხაბე, რომელიც ამ იდეებს რეალიზებას ახდენდა სწორი კომუნიკაციის ფორმით. იმიტომ რომ რეგიონში რა ჩადიხარ მაშინ ხაბე. აი ეს პრობლემაა, ეხა ამაზე მე პასუხს ნუ მომთხოვ. პრობლემაა, იმიტომ რომ მაშინ როგორც მიშამ თქვა, არჩევანი გააკეთეს არა ამ რეგიონალურ და ძალიან დიდ და სერიოზულ ნაწილზე, არამედ ბაბლზე. იმიტომ რომ ბაბლმა ხაბეს დაუწუნა, მათ შორის მე ვიყავი. მე ვიყავ ის ადამიანი, რომელიც ხაბეს უწუნებდი, არ მომიწონა. ჯერ ესეთის დავიწყოთ იქედან, რომ ფორმა არ მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მე კონფლიქტში ვიყავი ნიკა მელიასთან, მიშას საკითხზე და ჩვენ პირადად გვიჩხუბია მიშას ამბავზე, მიუხედავად ამისა, მე ვფიქრობდი, რომ ხაბე იმას მელიას არასწორი ფორმებით გადაუგრიხეს ხელი. მე ესე ვფიქრობდი, ახლაც ასე ვიფიქრებ, 10 წელი რომ გავიდეს, მეც ასე ვიტყვი, არ შევცვლი ამ ჩვენებას. შესაბამისად, პასუხისმგებელი ვარ ყველა იმ განცხადებაზე, რაც ხაბეზე გამიკეთებია მანამდე. პასუხისმგებელი ვარ, არაფერს არ ვუარყოფ. მაგრამ მე მეგონა, რომ ანუ არასწორი არჩევანი იყო, მაშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა ეარსება სწორი კომუნიკაციის ფორმით, ნიკასთან რაღაცა გაყოფილიყო, რაღაცა სხვა ფორმატი მოძებნილიყო და შესაბამისად თან მაშინ ახლა მესმოდა, რომ იქ კულუარებში ვანო იყო, რომელიც აგვარებდა ამ არჩევნების დეტალებს და ანუ არ მომწონდა ეს ფორმატი ურთიერთობების, რაც არ მომწონდა მანამდე, იგივე თუ ანუ ჩვენ თუ ადამიანებს არ დავანახებთ, რომ მათთან საუბრის ენა, მოქმედების ენა შეცვლილი გვაქვს და ეს ყველაფერი ისე აღარ იქნება, როგორც ადრე იყო, ეფექტურულ ფორმატს ვერ შევქმნით და ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოკლედ არ მომწონდა მაშინ რაც ხდებოდა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ახლა დღეს კაცკოცური პროპაგანდა მიზი აზიარებს ამას გეგონება მინო უარყოფს რაც მაშინ თქვი იგივეს ვიტყოდი იგივეს ვიფიქრებდი მაგრამ რა თქვი მაშინ რა ხაბე თქო კაცო რა ხაბე თქო რატო შემოყავთ თამაში ხაბე თქო და თან ახლა ვიციოდი რომ მაშინ ამ კამპანიაში ჩართული იყვნენ ისეთი ადამიანები ვინც ნაციონალური მოძრაობის შავლაქად მიმაჩნდა ხაბეს რას უწუნებდი კონკრეტულად იმ ადამიანებს ვისთან ერთადაც იბრძოდა ოღონდ ის ადამიანები არ ჩანდნენ მაგრამ თან ჩანდნენ
ხო, ანუ შავლაკად მიგაჩნდა ვანო მერაბიშვილი. და მისი შლეიფი, ვინც მოყვებოდა, მე პირველად მახსოვს, შენ ეთერში გავაჟღერე, ჯერ კიდევ წლების წინ რო აიბვეთქა ამ ამბავმა, წლების შენთან თქვი პირადად ინტერვიუში, რომ ხო, შავი ლაქებია, რომელიც უნდა მოხსნა ეს შავი ლაქა და შესაბამისად მეორე ხა იქ რაღაცა მისი ხელის ბიჭები, რომლებიც დღეს სად არიან, კაცმა არ იცის და ქართულ ოცნებასთან უფრო მეტი საერთო აქვთ, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობასთან კარგად დაალაგდნენ და თბილად ცხოვრობენ. ანუ არასწორი ყოფილა ხო მათზე გათვლა თავის დროზე. მეორე საკითხი იყო ის, რომ არ მომწონდა ის ფორმა, ეხა ნიკამელია აგინებდა, არ აგინებდა, ასე ოპერირებდა თუ ისე ოპერირებდა, ჩემი აზრით, შეიძლება მე კაცო შიგნით, ჩემი თანამშრომლები ყველაფერში კი არ მეთანხმებიან, მაგრამ სამსახურიდან კი არ ყრი ველაპარაკები ამ ხალხს და ვეკითხებ, რომ რა არ მოგწონს, მითხარი და მოდი მე და შენ იქნებ გავარკვიოთ, იქნებ მე არ მომწონს, შენ რაც მოგწონს და ასე ვალაგებ ურთიერთობას და ამიტომაც ჩვენთან სამსახურში 11 წელი და 9 წელია ხალხი ხა 11 წელი ყველაფერი მოგწონს ან იმას შენი და შესაბამისად ეს კომუნიკაციის ფორმატი დაარღვეს და ხელები გადაგაგდა. გადაცემაში მითხარი რომ მელიო მიშას აგინებდა. ეხლაც გაგიმეორე. მაგრამ ნახე რა არის, გავიგე რომ პირადი საუბარი იყო ეს, წენა იყო და ნელი ამას თავის არგუმენტაციით ხსნიდა. შესაბამისად, სწორი იქნებოდა ერთ მაგიდასთან დაჯდომა და რაღაცების გარკვევა და არა რაღაცა კულუარული სქემების შექმნა. გავიგე, მაგრამ ბაბლზე რაც ახსენე, შენ ისინი უწუნებდნენ ხაბეს რაღაც ანუ ინგლისური არ იცის ის. ხო, არა, მე ამას არ უწუნებდი ხაბეს, მე არ გონია. ეს თემა იყო უფრო და არა, მე უწუნებდი ფორმატს. მე ვამბობ რომ მიშა ბაბლის გავლენის ქვეშ მოექცა, მაგრამ ჩემი პრეტენზია იყო სხვა და გავიმეორე აღარ ვშევალ ხო უკვე მოგიყევი რაც იყო და რაც შეეხება ხო აყვნენ ბაბლს როგორც მეც ვიცოდი და როგორც ახლა აგერც და ჩამდა ეხა თინთია მე ხლა აღიარა ბოკუჩავამ თქვა რომ სინდისნი ფიოჯნიშნო მაშინ არა გულწრფელი ხო მაშინ დაკაც მიშან დაწერა ჯანმრთელობის გამო მიდის ხაბე ეხა ბუნებრივია არავინ არ დაიჯერა მაშინ ხო ეხა რომ ჯანმრთელობის გამო მაშინ ეს სტატუსი მეწერა ეხა ვიძებდი იმ სტატუსს რა მიუხედავად იმისა თქო რომ ხაბეს მხარი არ დაუჭირე ვისჯერა თქვენი გადაწყვეტა ანუ ხაბეც არ მე ისიც არ მომეწონა ხაბეს როგორც მოექცნენ რა იმიტომ რომ არასწორი მეთოდები ფიქრობ რომ ხაბემ გაამართლა თავმჯდომარესთან ნახე რა გორა ნაციონალური მოძრაობა შექმნის არსით არის ეგ მიშამ რევოლუციის მოწყობის დროს თუ ზურა იყო რაღაცა ელიტასთან, ნინო ბურჯანაძე სხვასთან, მიშა წავიდა და წალენჯიხის ავტობუსში ჩაჯდა. იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა ეგ არის ნაციონალური მოძრაობა და შესაბამისად მე ვფიქრობ რომ ნაციონალურ მოძრაობაში ან უნდა გქონდეს სწორი ბალანსი, საგარეო ვექტორი და შიდა ვექტორზე ხმაურიანი და ეფექტური ადამიანი უნდა იყოს. ანუ ნახე როგორ გაამართლა ის ადამიანებიც კი როდესაც რომლებიც მაშინ ხაბეს უწუნებდნენ დიალექტს და არ ვიცი კბილებსაც თურმე ახლა ეს ახლა ნახე რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია შემდეგ 4 ოქტომბრის კამპანიაში აყდნენ იმიტომ რომ მასში ძალა და ეფექტურობა დაინახეს მე ვგმობ ყველა ადამიანს ვინც ამას მიიჩნევს რომ შეცდომა დააშვებინეს მაშინ ლიდერებმა ხალხს ვგმობ მე ვფიქრობ რომ მასში ლიდერებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ იქნებ გამოსულიყო და ასეთი ამბები ხან გამოდის და ხან არა ესაც მინდა რომ ხო ესაც მინდა რომ დავაფიქსირო შესმენ ახსენებმა ქალბატონმა თაბარჩელგულიშვილი სუნიანი მიწოდა არა 4 ოქტომბერზე თქვა რომ ნანულას პოლიტიკური ანალიზები არ მაინტერესებს მიშა რომ ჩამოიყვანეს 100,000 კაცი გელოდებაო სად წავიდნენ ხომ ნახეს 4 ოქტომბრის პროპაგანდისტი იყო ეგ ქალი შენზე ამბობს რა მოხდა მე ნუნუ და ნანა სანდერს დააბრალა ამხელა რევოლუციის ჩაშლა რას მიუტურებს ამის გარჩევა მინდა როგორც ეს ეწინააღმდეგება ბიზნესს და ნუ შემდეგ ესე მიდის მიშა არის ავტოკრატი და ასე შე 4 ოქტომბრად განახსენე მიშა ავტოკრატი გახდა ეხლა 2012 წელს და მოლოკოს ღონისძიებები მის სახში რო ტარდებოდა ვიპ ღონისძიებები ასე რა ქვია სამთავრობო ღონისძიებები მის სახში რო სრულდებოდა ივენთებით მაშინ იყო მიშა ავტოკრატი, ახლა გახდა მიშა ავტოკრატი და ბევრი დეტალის მოყოლა შეიძლება წარსულიდან სხვათა შორის საინტერესო დეტალების და ალბათ ამის დროც მოვა. მაგრამ ეხლა ნახე რა ხდება. რაც შეეხება 4 ოქტომბრის მე ვიყავი სერიოზული კომაგი, მე ვიყავი მათ შორის კომაგი ყველა ინიციატივის რომელიც იქმნებოდა სხვადასხვა პარტიების მხრივ. მე ვიყავი 26 მაისი, მე ვიყავი 4-იანის აქციების ნებისმიერ ოპოზიციური პარტია, რომელიც აქტიურ და ეფექტურ აქციას დაანონსებს, აქტიურ და ეფექტურ ორგანიზებას დაანონსებს ქართული ოცნების წინააღმდეგ, მე ვიქნები ყველას ხელშემწყობი ჩემი მთელი ამ პლატფორმით და აუდიტორიით. ეს ერთი, მეორე. ნანა სანდერის თემას უნდა შევეხო. ნანა სანდერისთვის არავის არ დაუბრალებია ჩაშლილი ამბავი. აქ იყო საკითხი ის, რომ პატიმრების მშობლებმა და მათ შორის ერთ-ერთმა ემიგრაციაში მყოფმა მშობელმა, კვარაცხელიას დედა დამიკავშირდა და მითხრა, რომ გარკვეული ფინანსური ურთიერთობები ჰქონდა ამ ქალთან და შემდეგ ვეღარ პოულობდა ამ გოგოს და მე დამეხმარა კომუნიკაციის აღდგენაში. მე, რა თქმა უნდა, ჯერ პირადად ვცადე ამ კომუნიკაციის აღდგენა, ვერ მოვახერხე და შემდეგ უკვე მას საჯაროდ მიმართე, რომ პატიმრის მშობლები გეძებენ და იქნებ პასუხი გასცე ამ და ამ კითხვებზე. და
შემდეგ რა თქმა უნდა, მე შემდეგ ადგადა ნანამ მთელი ეს მიმოწერა და ამბები თვითონ გამოდო საჯარო და დღემდე ამის გვერდზე და შემდეგ როდესაც ის უკვე დააკავეს, რა თქმა უნდა, ეს ამბავი დაიხურა და ამის გარკვევაში აღარავინ აღარ შევიდა, იმიტომ რომ მორალურად არასწორი იყო. ეს მეორე და რაც შეეხება მესამეს რაც შეეხება 100.000 დაგხვდება გარეთ, მე არ ვიყავი მათ შორის, მე ვეშლები სხვაში ქალბატონ თამარს, იმიტომ რომ მე ვიყავი ეს ადამიანი, რომელმაც ტელევიზიით გავიგე, რომ მიშა ჩამოვიდა. ხო, თუმცა ამბობს რომ დღეს 200 კაცსაც ვერ კრებენ სააკაშვილის ხარდასაჭერად. არ გვიცდია. ჩვენ არ გვიცდია სააკაშვილის ირგვლივ აქციის ჩატარება. მე როდესაც ვატარებდი აქციებს სააკაშვილის ირგვლივ, არქივი ამოიღოს, კადრებში ხედოს და ნახოს რამდენი ხალხი იყო და მათ შორის ძალიან განსხვავებული, კრიტიკულად განწყობილი ადამიანებიც კი მიშას მიმართ, რომლებიც აქციაზე გამოცვლელები იყვნენ, შეუძლია არქივი მოიპოვოს. და ასევე მოიპოვოს არქივი, როდესაც მიშა ჩამოვიდა, პირველი ყველაზე დიდი აქცია მაშინ სწორედ მიშას ირგვლივ ჩატარდა, მე უკვე მარჩევნები იყო და მე ხო, მაგრამ შენ მაინც როგორ ხსნი იმ ფაქტს, რომ ახლა სააკაშვილი, რომელზეც ამბობთ, რომ იყო ქვეყნის პრეზიდენტი, დღესაც არის მთავარი ოპოზიციური ძალა, ამბობთ, რომ ის არის გამორჩეული ლიდერი და ასე შემდეგ, მის დაპატიმრებას არ მოყვა ფართო მასშტაბური აქცია. ხო, აი 500.000 კაცი ხმას აძლევდა, 500.000 კაცი ხმას აძლევდა არჩევნებზე და იქედან არ გამოვიდა რამდენიმე ათასი, ხო? შესაბამისად, ამას როგორ ხსნი, რომ ესე მარტივად დაიჭირეს, როგორც თქვენ ამბობთ, ოპოზიციის მთავარი ფიგურა. მაშინ მთავარი შეცდომა იყო გაუთვლელობა, არასწორი, არ ვიცი თუ ღალატი იყო, მე მაგნაწილში უფრო მგონია, რომ ეს არის ისტორიისთვის წინაშე ჩადენილი დანაშაული, რომ მიშა დაიჭირეს არჩევნებამდე და ხალხს შეეშინდა. მიშა რომ არჩევნების შემდეგ დაიჭირათ, აბსოლუტურად სხვა სურათი და რეალობა ექნებოდა. მიშას ეს კამპანია რო გაგრძელებული იყო, იმიტომ რომ მაშინ ამან აწია სურათი ისე რომ მე ჩვენ გვახსოვს დაბნეული ხალხი, მათ შორის ქართული ოცნების თავრობის წარმომადგენლებიც კი. არ ვიცი ეს რა იყო, ხა მე უნდა ვივარაუდო და არ მიყვარს არც ერთი ადამიანი, რომელიც ჯელობს და არ იცის, არ ვიცი. მაგრამ ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ არ ვიცი ეს შეცდომა, არ ვიცი რა იყო, სადმე მართლა ზარი იყო გაშვებული, ვინმე მიცოდა, ის ვინც იცოდა არ იყო სანდო, ვინც იქ მიიყვანა. არასწორი იყო მიშას დაწერა არჩევნებამდე, იმიტომ რომ ეს ამან უფრო მეტი დეპრესია შექმნა ხალხში, ვიდრე იმედი და ძალის მიცემა. ანუ ამ ხალხს ჭირდება მხსნელი. ეს მხსნელი იქნება ბევრი ერთად კოალიციური, 1-2 ბიზნეს გულისხმობ ხა ერთში თავის დროზე მიშა არ იყო ერთი, მიშა იყო ასევე კოალიციური, ხო? ადამიანი სამი ერთობა იყო. ამ ადამიანებს უნდათ რომ ვიღაცა მოვიდეს და ის გადაარჩინოს. ამ ხალხს არ უნდა რომ ის იყოს გადამრჩენელი. და შესაბამისად, აი ეს გამოჩნდა ძალიან კარგად, მაშინ როდესაც აი ამ გადამრჩენელს და ხსნელს ეძებდნენ სალომეშიც. ეს მაშ 4-ში უკვე იმ ლიდერებში, რომლებსაც თავის დროზე საერთოდ არ ეთანხმებოდნენ, ძალიან არ მოწონდნენ. მე კაცო ვიცი ადამიანები, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ ნაცი არ გამაგონა, მაგრამ 4-ში მოვდივარ, იქნებ რამე გამოვიდეს. ეს ხალხი ეძებს ძალას ვიღაცაში ან ვიღაცაებში, რომ იქით გადარჩნენ და ეხა მიშა დაიჭირეს და შემდეგ უკვე ის რო ახლა ციხიდან გამომიყვანე და გადამარჩინე, ამის რესურსს ეს ხალხი თავის თავში ვერ ხედავს. ეს ხალხი ხედავს ძლიერ ტიპს, ან ძლიერ ერთობას, ან ძლიერ სულებს, ან სწორ კამპანიას, რომ რაღაცა და თან ეხა მე მინდა რომ თქვა, რომ იგივე ნაციონალური მოძრაობის ფორმატში რა. მიშას მხარდამჭერ ქალებს ეძახიან ზვიადისტებს, წადი ქალო კარავში, წადი ესქენი, არაფერი არ დააკლეს რა, მათ შორის ჩვენ და სამწუხაროდ პოლიტიკურმა ლიდერებმაც კი ოპოზიციაში მყოფმა, შენ არ დაგელაპარაკები კარავში წადი. ამ ყველაზე ძლიერი ქალთა ორგანიზაცია აქვს ნაციონალურ მოძრაობას, ყველაზე ძლიერი რაზეც დგას ქალთა ორგანიზაცია და მხარდამჭერები, ანუ არ ვიცვით და არ ვიყინებით, ხო იცი რო ამბობენ. გაუყო ჯერ 2016 წელს მისივე თანაგუნდელებმა, მერე მისივე თანაგუნდელებმა გაუყვეს აგერ მოგვიანებით და დაგსას საწავიდა ეს მიშას საწავიდა და გაიყო. წაიღო ისევ მიშას ეგიდით მყოფმა ტიპებმა და შესაბამისად იგივე თუნდაც მიშას ტიპები უფრო ძლიერ სადაც ხედავდნენ, იქით მიდიოდნენ, რომ ამას უფრო აქვს რესურსი ეხა მიშას იდეა და ხაზი განახორციელოს ვიდრე დარჩენილს. მერე იყო და ნიკა მოძლიერ და მელია და წასულ მელიაში უფრო მეტად დაინახეს იმის ზალა, რომ არა ამათ უფრო აქ ნიკა გვარამია კაცო, რომელიც მიშასთვის იბრძოდა, სულ მელია, ფიფულია, ყველაფერი აქ არის და ამათ უფრო მეტი აქვს რაღაცა მიშას იდეების გზის გაგრძელების შანსი, ვიდრე დარჩენილებს. დარჩენილები უფრო სუსტად გამოიყურებოდნენ. ამიტომ მე მგონია რომ რაღაცნაირად ეს უფრო იდეური ამბავია, ვიდრე აი ეს ავტოკრატი და ერთი მიშა და ის არ გამოუვა. ნუ არა, ავტოკრატს ეძახიან მიშას იმის გამო, რომ ნუ პარტიაში ფიქრობენ, რომ ის იღებს ერთდროულად გადაწყვეტილებებს და რომ არაფორმულად არ დაემორჩილა. მე ეხლა მიშას ამ ამბებში რამდენიმე საკითხში არ დავემორჩილე. ანუ არ დავემორჩილე, სწორედ არ დავეთანხმე რა, ეს და მორჩილება რა ცუდი სიტყვაა რა. არ დავეთანხმე.
და მითხრა, ოღონდ არგუმენტირებულად უთხარი, რომ მუშა აიქ რო იცოდე, ამის განწყობა ესეთია, გაუგზავნე ეს მტკიცებულება განწყობის, ამის განწყობა ესეთია და რა ვიცი, რომელი უფრო მომგებიანია. და მითხრა, რომ ოკეი, მოყვები მაგაში. თორე რა ვიცი, ახლა სხვებივით მეც ავდგებოდი, დავხამდებოდი, შევარდებოდი თავმჯდომარედ, მაგრამ ვეუბნებოდი, რომ არ არის ეს ეფექტური გზა, იმიტომ რომ ძალიან სწორი, მნიშვნელოვანი ადამიანები ასე ფიქრობენ და სწორია ეს კრიტიკა. და წამომყვა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სხვა რამე ვიღებს საბოლოოდ. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას იღებს ის არჩევნებში, საარჩევნო სიაზე გადაწყვეტილება მიიღო მან, ვინც ხელი მოაწერა და ხელს აწერს თავმჯდომარე. ერთია შენ რას გეუნება შენი ლიდერი, მაგრამ სწორს ამბობს ის კაცი, მე ციხეში ვარო, არც ფული გაქვთ ჩემიო, არც პოლიცია ჩემი, ვერც დაგიჭერთ და ვერც დაგაბატიმრებთო, ანუ ჩემი სიტყვა ძალაო. ეხლა ამ სიტყვას ან გინდა დაემორჩილე, გინდა არ დაემორჩილო. მე ვფიქრობ, რომ შენ როგორც პოლიტიკურ ლიდერს ამ თამაში მყოფს, ან არაპოლიტიკურ ლიდერს და მენეჯერს უნდა კონდეს იმის ძალა, რომ რაღაცას თქვა კი, რაღაცაზე თქვა არა. და როდესაც ისი არ გამოიყურება სწორად და კარგად, თქვა მე ამას ხელს არ მოვაწერ. რა მოხდება? ვერაფერი ვერ მოხდება, ის კალამი შენია. შენ აწერ ამ კალმით ხელს. და თქვა რომ არ მომწონს და არ მოვაწერს იას ხელს. გულწრფელად გეუბნებით, მე რომ მაგ კალამი ხელში მქონოდა, მაგ სიას ხელს არ მოვაწერდი. აიღე, რატო ამბობ უარს? ნახე როგორ არის? თავაზობს მიშა და შენ ყოყმანობ. არ ვყოყმანობ. მე მინდა რომ სწორი კომპეტენციით დალაგდეს სქემა. მე ვიცი რა შემიძლია და რაც არ შემიძლია არ შევალი. მე არ ვარ ყაველაშვილი. ანუ ფიქრობ რომ თავმჯდომარეობა არ არის შენი. არ არის, თავმჯდომარეობას აქვს სხვა ბევრი ისეთი ტვირთი, რომელიც მე არ შემიძლია, არ მაქვს ამის კომპეტენცია. ამიტომ ის ტვირთი მინდა გაინაწილოს კომპეტენტურმა მცოდნე ადამიანმა და მე რაც შემიძლია, იმას ავიღებ და იდეალურად გავაკეთებ. ანუ თავმჯდომარე თინა დარჩება ისე? არ ვიცი თავმჯდომარე თუ როგორ იქნება. ეს ამის მიზეზი ის ხო არ არის რომ პარტიამ გადაწყვიტა რომ რაღაც ელექტრონული ფორმატით ჩაატაროს არჩევნები და საერთო რაღაც არჩევნები იყოს და ელექტრონული ფორმატით უნდა ჩატარდეს, ხო? საერთო ანუ მხარდამჭერებმა აირჩიოს და არა პოლიცსაბჭომ და ასე შემდეგ. იდეალურია. ხო, იდეალურია. და იქნებ უბრალოდ შეგეშინდა რომ მხარდაჭერა არ გექნება. არა, კაცო, მაქამდე ჯერ საუბარი სართ-არც მისულა, ეს არც კი აჯერ წყობში, ამაზე არ არის. ეხლა თუ ჩატარდება არჩევნები, ძველი წესი ჩატარდება, იმიტომ რომ ჯერ მზადყოფნაში არ არის ის იდეები. თორე ეს არის იდეალური და აი მოდი ესე ვქნათ რა. ეს ყველაზე იდეალური რა, ამომრჩეველმა მოქცეს ხმა. ვინც ნაცმოც ხაზავს, ვინც ხუთს ხაზავს. იმან უნდა მოქცეს ხმა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ იდეალური იქნება, რომ ეს რეფორმები ჩატარდეს სხვა ფორმატით. ასევე ესეც უკვე ძალაში შევიდეს, ეს სიახლე და აი ეს იქნება იდეალური, მაგ ფორმატში შეიძლება კიდე საინტერესო იყოს რა. იმიტომ რომ ამორჩეველი თუ ხმას გაძლევს, მე უკვე არ უნდა გაინტერესებდეს შენ კომპეტენციაზე რას ამბობს სხვა პარტიის ლიდერი რა, იმიტომ რომ შენი ამორჩეველი გეუბნება რომ შენ უნდი ხარ რა. და შენ თუ უნდი ხარ მთელი ამ შენი ცოდნებით და შლეიფებით და ყველაფრით, მაშინ უკვე შეგიძლია რომ მან შეხვიდე კიდეც. და პოლიცსაბჭოს გადაწყვეტილება, წარდგენა, მე ვიღაცამ იქ ილაპარაკოს რომ მე მოვისმინე, ეხლა არჩევნები იქნება, რამდენ ხანშია არჩევნები? არ ვიცი, ამას გადაწყვეტავს შიგნით პარტია. რამდენიმე თვეში. ხო, ახლა მომავალში სწორედ ამ პრინციპით იქნება. ვერ იქნება, ვერ მოესწრება. თუ ეს არჩევნები ჩატარდება ივლისში, 9 ივლისს, ვერ მოესწრება. 9 ივლისს ხო ვადა გასდის. თუ ეს ჩატარდება, ახლა ვერ მოესწრება, გამორიცხული ამბავია. და თუ რამდენიმე თვეში რეფორმების ფარგლებში ესეც უკვე ხელმისაწვდომი იქნება, ეს არის იდეალური. ან ვერ მიიღებ მონაწილეობა. ანუ თუ ახლა ამომრჩეველმა უნდა მომცეს ხმა და არა პოლიცსაბჭოს რამდენიმე წევრმა და არა ლიდერმა და იქ არ უნდა მაძახონ რომ შენ მიშას კანდიდატი იყავი და რა თქმა უნდა გაიმარჯვებდი, არ მინდა არ შევალავ რა. არავის არ წამოვაძახებლებ ცხოვრებაში არ სადარყოფილ ვარ მაგ ფორმატით რა. მაშინ რა ფუნქცია გექნება პარტიაში? პარტიაში არ შევალ, არ ვიქნებით, რაღაცა სხვა ფორმატი იქნება მოფიქრებული და ინფორმაციაში მონაწილეობას მივიღებ ნაციონალური მოძრაობის რეფორმებში. ჯერ პარტიაში არ შევალ. არა, საინტერესო. ანუ გარედან განახორციელებთ რეფორმებს რო. ხო, რა კი, მიშა განახორციელებს. და ჩვენ ვიქნებით, არა მარტო მე, სხვა ბევრი ადამიანი ვიქნებით მისი ხელშემწყობი ამ ამბავში. ხო, ნუ აქ თემა არის კიდევ პარტიის ლიდერიც. ხო, ეხა ხაბე რატო მოსწონდა მიშას? ხო, ის ამბობდა რომ აი სახალხო ლიდერია უფრო და იქ რო ვიღაცებმა დამიწუნეს, მითხრეს რომ არის ნამდვილად ეს ვადასტურება. სვეცკებს არ მოსწონდათო, დავნიშნეთ თინა ბოკუჩავო და მე სვეცკებმაც ხმა არ მოგცესო და შენ რომელში გადიხარ ეხა სვეცკებში თუ სახალხო ლიდერებში? აუ, არა, სახალხო ლიდერში, რა მე რანაირი სვეცკი ვარ ახლა. ეხა ეს შლეიფის ალბათ მომყვება რაღაცების, მაგრამ ვისთვის როგორ, მაგრამ მე მგონია რომ მე რეგიონი ვარ რა. ანუ ამას 17 წელი ჩემი გადაცემის ეთერში არსებობა ადასტურებს ამას რა. რომ ჩემი რეიტინგი არ დგას თბილისზე, აგერ მოვაც შიფრია, ჩემი რეგიონი და ჩემი რეიტინგი დგას რეგიონზე და ჩემი ბენეფიციარები არიან რეგიონელები, ნანუყას ფონდის რა.
ეხლა შეება თბილისელიც არის კაცო, ვიღაცამ არ მიპოვს და არ მიწყეს, მაგრამ ძირითადი ნაწილი არის რეგიონი. ხო, გასაგებია, შენ შეიძლება გქონდეს ხალხის უფრო მეტი მხარდაჭერა და მიგესწრო სახალხო უფრო მე მოკლედ მაგ პრეტენზია იმაზე რომ არ ვიცი ლიდერი. სამი ენა, მაგრამ მე ვიცი გვიშტიბელის ენა. მე ვიცი ფარცხანაყანებელის, ბანოჯელის, მე პატიო სხვა რეგიონებად წყალტუბოს რო ვთვლი ძირითადად, მაგრამ მე შემიძლია ამ ხალხთან ლაპარაკი. მე შემიძლია ამ ხალხის პრობლემებზე საუბარი. გავიგე, მაგრამ შენ იყავი მაჟორიტარი კანდიდატი. კი, ბოლო 20 დღეში წამაყენეს, 20 დღით ადრე. შენს მშობლიურ წყალტუბოში, სადაც წააგე? 4 რაიონში. ვანში, ხონში, ისა რა ქვია, ყოფილი პოლიციელის ცოლს რო წარ ქურდებს რო ებძვის და ქურდულ ქალაქს რომ ისცემ, ადამიანს რომლის ქმარიც მთელი ანუ სოდი იყო ეგ რო ქურდებს ებრძოდა და შემდეგ ყველაზე ოლიგარქიულ სამტრედიას მიცემ და 20 დღით ადრე შეიყვან კამპანიაში. 20 დღით ადრე. რა თქმა უნდა, ეს ამ შედეგით დასრულდებოდა. ხო, მაგრამ იქებას იმას ნიშნავს, რომ ერთი ხალხის სიყვარული მაგრამ არ კონვერტირდება პოლიტიკაში. ამიტომაც გჭირდება. შეიძლება როგორც პოლიტიკური ლიდერი ფიქრია. არ კონვერტირდება, მაგრამ აქ საუბარი არ არის, რომ შენ პოლიტიკური ლიდერი იყო. პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს მიშა. შენ უნდა იყოს სწორი შუამავალი ხალხს და მიშას შორის, თორემ მე მგონია, რომ ამ პარტიის პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს მიშა, პრემიერობის კანდიდატი უნდა იყოს მიშა, ამ რეფორმების ხელმძღვანელი უნდა იყოს მიშა. უნდა დავანებოთ თავი ამ ლიქნელობას და αφერისტობას და მოვიგონოთ ვიღაცა, მე ის ვაქციოთ პოლიტიკური არა. არის მიშა და მე უნდა ვიყო კარგი შუამავალი. 14 წლის განმავლობაში ვერც თქვენს პარტიაში და ვერც ოპოზიციაში, ანუ შენ ფიქრობ, რომ მიშას დონის ლიდერი ვერ გამოჩნდა და ამიტომ ისევ მიშა არის ერთადერთი გამოსავალი. არა, მე ვფიქრობ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში, რომელმაც ალტერნატივა შექმნა, მათ შორის 2016-ში ყველა დიდი თავი, ჭკვიანი, ჩემთვის ვინც იყვნენ თავები, ყველა წავიდა ოპოზიციაში. რა თქმა უნდა, ამ ერთი გასროლით პირველი გაისროლეს და შემდეგ ვინც ეს პარტია გაწია საკუთარ პარტიაში გადააყენა კაკო ბობოხიძემ და რა ქვია, გიგი წერეთელმა. პარტია წაართვეს, იმიტომ რომ იქაც უეღარაფერ და 2%-ზე დავიდნენ. მე მგონია რომ ციფრი ამბობს მე რა ამას რომ ვინც მიშას ფრთიდან ცალკე გავიდა იმან კი ახლა შექმნა ეფექტურიველი 4-იანმა და სწორად შექმნა კაცო მე ვფიქრობდი 4-იანისთვის თუ 5-იანისთვის უნდა მიმეცა ხმა მე იმიტომ რომ მართლა 4-ში უფრო მეტად ხედავდი ძალას რომ რაღაცა ძალას დამარცხების ძალას ბრძოლის და შესაბამისად ამ ბრძოლით აი მთელი შემდეგ შედეგის მიღწევას და მათ შორის მიშას გაძლიერებას 4-ში უფრო ხედავდი იმიტომ რომ სწორი კამპანია მართეს ამაში მეც კი დამაჯერეს მაგრამ მე ხა იქ ნიკა მელიას განწყობები რო ვიცოდი პერსონალურად რადგან ეს გავლილი მქონდა ბოლომდე ავერ შევყევი ამას და მაინც 5 შემოვხაზე იმიტომ რომ მიშა მაინც 5-ია მაგრამ მეორე საკითხი არის ის რომ ოპოზიციაში ფაქტია რომ ეს შუა სეგმენტი არსად არ წავიდა ეფექტურად თორე რომ 8 და 9 პარტიი წავიდნენ მეორედ საერთოდ დაკარგა ამ შუაში სტურმა პარტიებმა ეს ველი და ფაქტია რომ ერთი ვინც ვერ წააქცია ბიძინამ არის ეს სააკაშვილი მაინც ციხეში ოღონდ მე კიდევ ერთხელ პოლიტიკურ სპექტრს კი არ ვთავაზობ ამას კაცო და ხალხს კი არ ვეუბნები რომ ოპოზიციას რომ მოდი თქვენ აგარეთ მე ვამბობ რომ ნაციონალური მოძრაობა მთელი კამპანია უნდა აწყოს მიშაზე ვნახოთ ხო გვეუბნებია რომ მიშა ბუა ნახოთ ეს რა შედეგს მოიტანს, კაცო, ციფრია. მე ხარ რას მეუბნება სხვა პარტიის ლიდერი და ის ადამიანი, რომელიც მიშას ამომრჩეველი არასდროს არ ყოფილა, რაში მაინტერესებს? მე მაინტერესებს რას მეუბნება ნაცმოს ამომრჩეველი, ან წასული განაწყენებული, ან ცოტა ისეთი, რომელიც მერყეობს და ფიქრობს, რომ კაცო, ის სააკაშვილი კი, ცოტა რაღაცეები არია და ბევრიც არია, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ევროპული გზის გადარჩენად მაინც იმ ძალას ხედავდეს და ამიტომ ნახოთ რა გამოგვიყვება. ხო, მაგრამ ნუ შენ თქვი, რომ ისევ არჩევანი არის ბიძინა და მიშა. ნაციონალურ მოძრაობაში. ბიძინა და არა, საქართველოშია. არა, საქართველოს არ მეხსენებია მე რა. ჩვენთვის თქო, ჩვენთვის საკითხი დგას ასე, რომ 5-იანი კამპანიას აწყობს ასე. არა, იქ გავიგე, მაგრამ მე სხვა შენ განცხადებას ვამბობ. ისევ არჩევანი დგას ბიძინა ეს მიშა. ჩვენთვის თქო, ჩვენთვის პარტიისთვის თქო. ხო, ახლა პარტიისთვის ბიძინა რა შუაში. ხო და მაგიტომ როგორ არ არის შუაში, კაცო, ჩემ თავარი მოწინააღმდეგეა თავშია. გავიგე, მაგრამ ნუ პარტიას ჩამოყალიბებული ყავს მიშა. არა, ბიძინაც. ჩვენ თავარი ვექტორი რა არის, ანუ ბიძინა არის თავარი მოთამაშე. ჩვენ სხვა ტიპებს თავარი მოთამაშეებად არ ვთვლით. თვლით ბიძინას და აქეთ მიშას. გავიგე, ხო, პარტია ან გაიზიარებს. თვითონ ქვეყანაში არის ეს ორი არჩევანი. ჩვენთვის. ხო, თქვენი გადმოსახედი. ორი ძლიერი მოთამაშეა. ხო, სხვა არ არის ძლიერი მოთამაშე, სუსტები არიან. ხო, ამას ამბობ, რა, სხვა ძლიერი მოთამაშე არ არ არსებობს. არსებობს. და ისევ ბიძინა ეს მიშა. ორი ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, ალიანსები და გაერთიანებები და თუ ეს ყველა ერთად დაჯდება 5, 4, 9, 15, 26, მაშინ ხელებს ვწევთ. და ვამბობთ, რომ კი
ყველა ერთობაა, კაცო, პრაგმატული და რაციონალური, ემოციური ნუ იქნება და ნუ შეგვიყვარდებათ ერთმანეთი რა. რაციონალურად ერთმანეთ, მაგრამ თუ ჩავთვლით პოლიტიკურ ფიგურას, დამისახელე მიშას და ბიძინას მოთამანო, არ ვიცი, ამ ძლიერი მხარეების თუ არ ვიცი, რაც გინდა ის დაარქვე, არ არსებობს. გინდა მოგწონს, არ მოგწონს. მიშა გევასება, არ გევასება, ხმას მიცემ, არ მიცემ, ბიძინა მე არ მომწონს. მაგრამ ბიძინა არის თავარი მოთამაშე. არც კობახიძია, არც ღარიბაშვილი, არც ლილუაშვილი და არავინ. ბიძინაა თავარი მოთამაშე. გასაგებია, მაგრამ 14 წელია ამ არჩევანში ბიძინა ეს მიშა სულ ბიძინა იგებს. არა. მე გეტყვი რომ არა, იმიტომ რომ აყალბებით თუ რითაც იგებს. გეტყვი რატო არ იგებს? იმიტომ არ იგებს, რომ მიშას გაურკვეველი განცხადებები, უნდა უკრაინაში წასვლა თუ საქართველოში დარჩენა, ვერ გაიგო მისმა ამ მრჩეველმა რას ირჩევს, რისთვის იბრძვის. მერე შემოყავს მოთამაშეები, ეს მოთამაშეები მიდიან პარტიას უყოფენ. მერე ეს ვერ გაიგო ამ მრჩეველმა ხა ნიკას გაყვეს თუ აქ დარჩეს, იმათი იქ გაყვეს 2019 და აქ დარჩეს. ჩემი აზრით ეს ყველაფერი შექმნა არა გულწრფელობამ და არასწორმა პოლიტიკურმა თამაშმა თვითონ ნაციონალურ მოძრაობაში. ამიტომ მიშა უნდა შემოვიდეს თამაში, ანუ ვინმე ლიდერი კი არ უნდა შემოიყვანოს და მე იმის ამბიცია კი ვერ უნდა გაუჩინოს. მიშა როგორ უნდა შემოვიდეს? თვითონ ფიზიკურად ციხეშია, ოფიციალურად თავმჯდომარე ვერ გახდება, რადგან მოქალაქე არის. აი, დაველოდოთ მოვლენებს. დაველოდოთ, იმიტომ რომ მე ვიქნები სიტყვიერად მე ვარო კი ბატონო იტყვი. არა არის ესე. მე ვიქნები ძალიან არასწორია, რომ მე ახლა დავასწრო. აი, როგორც თვითონ არასწორად მომექცა და სტატუსი დამიწერა ისე რომ არ ვიცოდი, მე ესე ვერ მოვექცევი. ხო და ამიტომ დაველოდოთ, მიშამ გააკეთოს ეს წარდგენა, როგორ ხედავს ამას და როგორ ხედავს ამ ველის გაძლიერებას. მიშა უნდა შემოვიდეს თამაში და მიშამ უნდა დაარქვას ყველაფერს თავის სახელი. მე ასე ვუყო. ხო, ნუ კი ბატონო, მაგრამ ის მამორჩეველს ასუშვები, როგორ შენს თქვი, ხო, არ გაყოფ შუაში, არის კიდევ ამ დიდი მასა მამორჩეველის, რომელსაც არ უნდა არც ბიძინა და არც მიშა. ამას მე ვფიქრობ, რომ მას უნდა დაანახოს მიშამ ახალი გუნდი. მან უნდა დაანახოს მიშამ, უნდა დაანახოს მან, მიშამ მათ უნდა დაანახოს რა გადააფასა, რა შეაფასა სწორად. რა დაგმო საკუთარი, რა დაიტოვა, უნდა დაანახოს რადიკალურად. 14 წელი ეს ვერ დაანახა. ანუ 14 ყველაფერი წინ არის. მე ესე ვფიქრობ რა. უნდა დაანახოს მისი გუნდით რამდენად მზადარი კრიტიკულად ყოფი ადამიანების გავერდით ბრძოლაში შესვლის, ის კი არა რომ მე შენ მეთანხმები და ჩემ გვერდზე დაჯექი, არა, არ მეთანხმები და შენ მართე ჩემი პოლიტიკური პროცესი. არ მეთანხმები და შენ კონდეს ჩემი პოლიტიკური პარტია და მოდი შენ როგორც გინდა ისე გააკეთე. ანუ მთელი ეს მითი მიშას ირგვლივ აწყობილი რომ აი მიშა ერთპიროვნული ლიდერი, მიშა მაგიდასთან უნდა დასვას. ხო, მიშას აქვს დიდი ეგო, ხა მას ვერ გაიქცევი და უნდა კონდეს მიზეზიც მე სირგული ტრიალებს მიშა. მიშას აქვს მიზეზი, კონდეს დიდი ეგო. მე მაპატი ისეთებს აქვს დღეს პოლიტიკაში ეგოები რომ მიშას დაუტოვოთ იმის ოპლება რომ ეს დიდი ეგო კონდეს. მაგრამ მიშამ ამ თავისი ეგო ამ რეალობას უნდა მოარგოს და მოარგებს. ძალიან კარგად იცის რა რეალობაშია დღეს და მიშა მაგიდასთან, თავის მაგიდასთან მის მოთამაშეებად უნდა დასვას ისეთი ხალხი კი არა, ვინც მიშას ყველაფერს უსრულებს, რაღაცა იქნება, არა. ისეთები, ვინც არ დაემორჩილებიან, ვინც განსხვავებულად ფიქრობენ, ვინც აკრიტიკებენ, რომ მიშამ ანახოს დანარჩენ საქართველოს რისთვის არის მზად. არის თუ არა მზად პარტიაში კოალიციის. პარტიაში განსხვავებული კრიტიკულად თქვენ ამბობთ რომ არა რაღაცა ოპოზიციურ გაერთიანება, არამედ ნაციონალურ მოძრაობაში შეიქმნას რაღაც. კი, ნაციონალურ მოძრაობაში შეიქმნას კოალიცია. მისას ირგვლივ მოხდება გაერთიანება. კი, მისას ნაციონალურ მოძრაობაში მისას ირგვლივ მოხდება გაერთიანება. განსხვავებული კრიტიკულად პოზიციის მქონე ადამიანების, რომლებიც მისას ბევრ ამაში არ ეთანხმებიან ამ დისკუსიაში ნაციონალურ მოძრაობაში რატომ მოვლენ? არ მოვლენ ნაციონალურ მოძრაობაში, სხვა ფორმატში მოვლენ. აჰა, კარგი, მაგრამ დაველოდოთ ამ ფორმატს, მაგრამ ანუ ალიანსმა გამოდის ახლა ამ ოპოზიციას, იმიტომ ვერ იმუშავა, რომ იქ მიშა არ აღიარეს ლიდერად და მის ირგვლივ არ შეიქმნა. არა. ალიანსი არ იყო მიშას ირგვლივ გაერთიანება. არა. კიდევ ერთხელ ამბობ, ნახე. ჩვენ ვამბობ ნაციონალური მოძრაობა რა შემთხვევაში იქნება ეფექტური. ჩვენ ამას ვამბობ. ეკითხები ალიანსი რატო არ იყო ეფექტური? ალიანსი იმიტომ არ იყო ეფექტური, რომ რისთვის შეიქმნა ეს ალიანსი? ანუ მიზეზი რა უნდა ქონდეს? შენ თუ მე მელაპარაკები რომ თამაშის წესს ადგენს ერთი ადამიანი ეს ამ ერთ ადამიანს აქვს ყველაფრის უფლება, კრიტიკის, გინების, ფურთხების. თინარაშვაშია კაცაო და თამარი. გაქვს გინების. ანუ შენ ამბობ რომ ალიანსის ლიდერი თამარ ჩერგოლიშვილი. გამოხატული და მკვეთრი. მე არ მივცემ ჩემს თავს უფლებას რომ მას უწოდო დამაკნინებელი სახელი ნანულა ესე არ დავალ მის დონემდე, რომელმაც ჩემზე მეტი ისწავლა, ჩემზე მეტი იკითხა და მაინც თამარია. ანუ არ შევცვლი თამაშს წეს, მე მას უწოდებ თამარს, როგორც მას დაარქვა დედამ სახელი და მამამ. და შესაბამისად, ქალბატონმა თამარის ირგვლივ შექმნილი კოალიცია ტოქსიკური გარემოა. მე ესე ვფიქრობ. მე ვფიქრობ, რომ უნდა შეიქმნას საქმიანი კოალიცია, როგორც პარტიებში, ისე პარტიების მიღმა.
ამიტომ, როდესაც საქმიანი კოალიცია შეიქმნება, შედეგი შესაბამისი იქნება. ხო, ნუ საბოლოო ჯამში აი ეს კოალიცია, რაზეც მსაუბრობ ახლა და ეს ერთობა, ეს იქნება საქმიანი. ეს არ იქნება მიშას ირგვლივ კი არ იქნება, ეს იქნება კი იმ იდეის ირგვლივ, მაგრამ იქნება საქმის ირგვლივ. რომ მოდი ხა საქმე ვაკეთოთ რა. ჩვენ არ გვცალია ამ რაღაცეებისთვის, ჩვენ გვცალია საქმისთვის და მოდი საქმე ხო, ვაკეთოთ. მაგრამ ხო არის ხალხისთვის მიშა კატეგორიულად მიუღებელია. იარსებდა. ასეთი ადამიანები ცოტა არ არიან. მერაბ, იგი უნდა იყვნენ. ოპოზიციურ ველზე. უნდა იყვნენ. იმათ რას ვუყურებ. მაგრამ კატეგორიულად იყვნენ კაცო, თავისი ლიდერი ნახო. მათი ლიდერი იპოვონ. ამ ხალხმა ლიდერი რატო ვერ იპოვა? ანუ შემე რას მონები 9%-ზე მეტი არ არის? თუ არ გამოჩნდა? ხო, გამოჩნდეს, ჩვენ პატივს ვცემთ ამ ხალხს, რაც უნდა რადიკალურად განწყობილები იყვნენ. საბოლოო ჯამში მიშას მიმართ რადიკალური განწყობილი ადამიანი თუ ბიზნეს წინააღმდეგა, ისიც ჩვენი მოკავშირეა. ყველას მოკავშირეებად ვთვლით, ვინც არის ბიზნეს წინააღმდეგ. ხო, ნუ კი ბატონო, ამაში გეთახმები, რომ აქეთ ამ შუაში სტურ სპექტრს, ასე ვთქვათ, დავარქვათ ის შუაში მყოფ ადამიანებს, ვისაც არის ბიზნესმენსო და არის მიშა, ამ მხარეს რაღაც დიდი ფიგურა ესეთი წონის ფიგურა ალიანსი ვერ გამოიკვეთა და ნუ ალბათ შეიძლება პროცესის კარგიც იყოს თუ სააკაშვილი გაიწევა ამ ალიანსიდან ნაციონალურ მოძრაობა და იქნებ ის გარეშე რამე გაერთიანება გამოვიდეს აქეთ მხარეს. საბოლოო ჯამში აგერ ჩვენ ნახეთ ქალბატონი სალომეს მცდელობები, ლელო და გახარია ვერ გაერთიანდნენ კაცო ყველაზე ახლოს მყოფი ტიპები პოლიტიკური ხედვებით და კი ბატონო ჩვენ ნებისმიერ ალიანსს რომლებიც ძალას მოიპოვებენ რომ ბიზნესის წინააღმდეგ იყვნენ ძლიერი ინსტრუმენტები პატივს ვცემთ. ჩვენ ასე ვხედავთ. ხო, კი ბატონო, მაგრამ ამ სიტუაციაში ხა როდესაც ნუ ხა ოცნებას ფაქტობრივად ყველაფერს აკონტროლებს ქვეყანას, სააკაშვილი ციხეში ყავს, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს შეიძლება ლიდერები მალე ციხეში აღმოჩნდნენ აბსურდული ბრალდებით, საბოტაჟის საქმეზე და ასე შემდეგ. ამ სიტუაციაში გარდატეხის შეტანა ციხეში მყოფი მიშათი როგორ წარმოგიდგენია მაინც? სწორისვლებით. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემი აზრით, ამდენი ხნის განმავლობაში პარტიაში турბულენტობის შექმნას მიშამაც შეუწყო ხელი. და გეტყვი რატო შეუწყო ხელი რა? იმიტომ რომ ან გადიხარ პოლიტიკიდან, ან შემოდიხარ, შუაში ვერ დგეხარ. ხო, ვერ გადაწყვიტა უკრაინელი პოლიტიკოსი იყო თუ ქართველი პოლიტიკოსი. ნახე როგორი საკითხია, ან თუ შემოდიხარ, შენი სახელი დაარქვი, შენი თამაშის წესი კონდეს. აი ეს შუაში ყოფნა რომ ნაციონალური მოძრაობის სამმართველოს დაბნეული იყო, მათ მიშა მოსწონთ და მიშა უნდა და ეუბნებოდნენ, არა მიშა არ იქნება ლიდერი. ან იქნება სხვა ლიდერი და მე ეს ლიდერი მიშას გინებას იწყებს, სალკე გარბის პარტია მიაქვს, გაგიჟდა ეს ამორჩეველი. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ჩვენ უნდა თამაშის წესი იყოს სწორი პირველ რიგში ნაცნობს ამორჩეველთან. ამიტომ მე ესე ვხედავ. მიშა დადიოდა, როცა თვითონ იყო ოპოზიციაში, თვითონ დადიოდა, შენ ხო თქვი, რომ ხალხს ხელს ართმევდა, ტალენტჯიხაში ჩადიოდა, ამას აკეთებდა და ეს მოქონდა ამას. ეხა მიშა ვერივლის ციხეში. ჩვენ ვივლით მიშას სახელით. ხო, მაგრამ ეგ არ არის უკვე ის. არა მგონია, ის ეფექტი მაგას არ ექნება. მე არ მგონია, თქვენ მე ჩემთან ერთად და ჩვენთან ერთად მინდა რომ რეგიონებში იაროთ. იქ მან თავარი იცოდეს, ეხა სადღაც მაღალმთიან აჭარაში ვიყავი, ხალი გამოვარდა იმის გასატარებელიც კი არ ქონდა რაღაცნაირ მაღაზიაში, მითხარი რომ მიშას უარს არ ეტყვიო. ანუ თავარია მათ დაინახონ რომ მიშას ირგვლივ სწორი ძალაა, რომელიც სწორ კამპანიას ატარებს, რომელიც რამე სადმე კი არ ყოფს, არამედ მიშას პოლიტიკას ატარებს. თავარია რომ ეს იყოს სწორად დანახული. ამიტომ მე მგონია, რომ სწორი სახელის დარქმევა და არა ის რომ მე ხა შემოყავს პოლიტიკური ლიდერი 4 ენა იცის, ის იცის, მე ეს ლიდერი თავის ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, იმიტომ რომ იქ მიშას ფაქტორს ითვალისწინებს, ვერ შვება ისე როგორც თვითონ უნდა, იმიტომ რომ მიშა არა მორჩეს ეს რაღაცა მარაზმი. ყველაფერს თავის სახელი დაერქვას რა. და ნახოთ ეს როგორ გაამართლებს. ხო, კი ბატონო, ამას ვახავთ მალე. მოკლედ რომ შევაჯამოთ, როგორც მივხვდი, ალიანსი ფიქრობ რომ უკვე დაშლილია და შენ თავმჯდომარე არ იქნები პარტიის. არა. მე პარტიის თავმჯდომარე ამ ეტაპზე დამოცემულობით არ ვიქნები. მე მგონია რომ ჯერ რეფორმებია გასატარებელი, ჯერ ხალხს უნდა დაბანახოთ რა უნდათ ამ პარტიისგან, რას დაინახავენ ამ პარტიაში. მიშა თამაში უნდა შემოვიდეს, ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას და ხალხს უნდა უთხრათ სიმართლე და შემდეგ უკვე უნდა დავიწყოთ, შემდეგ უკვე ეს რამდენიმე თვე 6-7 თვე საჭირო იქნება ამ ყველაფერს. ჯერ პარტიაში მე არ შევდივარ. წავალთ იმავე წრეზე მიშა ბიზნეს წინააღმდეგ. მე მგონი ჩვენ ესე წავალთ და სხვა როგორც უნდა ისე იაროთ. კარგით, მადლობა. კარგით, მადლობა მე რა პირიქით.